მოგესალმებით ბიზნეს ინსაიდერი ეთერში რადიო სივრცის ეთერში კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონი ირაკლი ლექვინაძე კონკურენცისა მოხმარების უფლებების დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი ირაკლი მოგესალმებით მოგესალმებით გიორგი ჩვენს მაყურებელს მელს მივესალმები მადლობა განსაკუთრებულად აქტუალურია მთელი რიგი საკითხები მათ შორის რომელიც შეეხება მოხმარების უფლებების დაცვის ნაწილს როგორი ქონდა პერსპექტივა 2025-ში, მაგრამ მანამდე, მას შემდეგ რაც თქვენ მოხმარებლების უფლებების დაცვის ნაწილი ჩაიბარეთ, განსაკუთრებით, როგორი გვაქვს სტატისტიკა ამ ნაწილში? კი ბატონო, ჩვენ ხა შეგვიძლია მომხმარებელთა ნაწილით დავიწყოთ. 2 წელია უკვე კონკურენცისა და მოხმარების დაცვის აგენტო აღასრულებს ამ მიმართულებას იცით რომ კანონი პარლამენტის მიერ იქნა 2022-ში მიღებული და ჩვენ ნოემბრიდან უკვე პროცესი დავიწყეთ და 2 სრული წელი გავიდა 23-24 უკვე გარკვეული შედარების საშუალებაც გვაქვს როგორია დინამიკა მოხმარებელთა მხრიდან აქტიურობის თუ 2 წლის ჭრილში შევხედავთ ჯამში ჩვენ დაახლოებით 1500-მდე მომხმარებლის პრეტენზია და განაცხადი განვიხილეთ და თუ 2004 შევადარებთ 2023 კი 2 წლიან ჭრილში და თუ შევადარებთ 2024 წელს 2023 წლის მაჩვენებელს პრაქტიკულად გაორმაგებულია მომხმარებელთა მომართვიანობა ეს ნიშნავს იმას რომ უფრო მეტი ცნობადობა არის საკუთარი უფლებების შესახებ მომხმარებლებში ასევე ჩვენს მაყურებელს ალბათ საინტერესო იქნება თუ ჩვენ ხო უფრო სიცხადე შევიტანოთ მომხმარებელთა უფლებების ნაწილი დელეგირებულია არის ენერგეტიკაში სემეკი ფინანსურ სექტორში საქართველოს ეროვნული ბანკი დაზღვევაში დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური და კომუნიკაციების მიმართულებით კომუნიკაციების კომისია სხვა დანარჩენში არის კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო და ეს ყველაზე ახალგაზრდა უწყება ვართ რომელიც ამ კუთხით სხვა უწყებას ბევრად უფრო დიდი გამოცდილება აქვს მოკლედ ამის თქმა მინდა ამ კუთხით თუ შევხედავთ ახლა სურათს თლიანობაში ამ 1500 განაცხადიდან ძირითადი წილი და დაახლოებით 70%-მდე მოდის ონლაინ ვაჭრობაზე და მთავარ პრეტენზია ონლაინ ვაჭრობა ყველაზე ისეთი თემაა ხოლმე მომხმარებლებისთვის. ეს მსოფლიოში მსგავსი ტიპის ტენდენციაა, იმიტომ რომ ონლაინ ვაჭრობა მზარდია საქართველოში მათ შორის და ონლაინ ვაჭრობის დროს მომხმარებელს უფრო ნაკლები საშუალება აქვს, რომ ფიზიკურად შეეხოს ნივთს ან გატესტოს თუ ტანსაცმელია მოიზომოს ან ფიზიკურად დაათვალიეროს და შეადაროს იმ შემოთავაზებებს და მახასიათებლებს. მაგრამ მიუხედავად ამისა შეუძლიათ რომ თქვენ მოგმართონ? კი, ესეა ანუ თუ ონლაინ ნივთს ყიდულობთ საქართველოში რეგისტრირებული ონლაინ პლატფორმიდან ნივთი მიიღეთ და ის არ პასუხობს თქვენს მოთხოვნებს, მაგალითად აცდენილია მახასიათებლებს ან ვარგისია ან დაუშვათ ნაკლოვანია ხო ან ზომა ტანსაცმლის შემთხვევაში და ხშირია ეგეთ შემთხვევები სხვა შორის ამ შემთხვევაში პირველ რიგში რასაც აკეთებს მომხმარებელი უკავშირდება მოვაჭრეს და ეუბნება რომ ეს არ არის რაც მე მსურდა თუ მათ შორის ვერ ხდება შეთანხმება და თანხას არ აბრუნებს ან ნივთს არ უცვლის ან არ აღადგენს იმ პრეტენზიას რაც მომხმარებელს გააჩნია უკვე შეგვიძლია მომხმარებელს ჩვენ მოგმართოს და უკვე ჩვენ ვერთვებით საქმეში და ერთვიანი ვადა გვაქვს როცა შეგვიძლია ამ კუთხით ვიმუშაოთ ამ ნაწილზე მომართვიანობის ნაწილი რამდენად ისეთია აქტიური ასე ვთქვათ მომართვიანობა აქტიურია დღეში 1500-ზე 2 წლიანში პირველ 2003-ში იყო დაახლოებით 500-მდე განაცხადი და 900-ზე მეტი განაცხადი იყო 2024 წელს ანუ პრაქტიკულად გაორმაგდა და ეს ნიშნავს იმას რომ ესე იგი მომხმარებელმა ვინც შედეგი მიიღო ბევრად უფრო აქტიური კომუნიკაცია აქვს ჩვენს სააგენტოსთან შეუძლია ცხელი ხაზის საშუალებით 15-20-ია ჩვენი ცხელი ხაზი ან ნებისმიერ საკომუნიკაციო საშუალებით მოგმართოს განაცხადი შეავსოს და შემდგომ იწყება ესე ვთქვათ აქტიური კომუნიკაცია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის რომ შევახატოთ ჯამში 20-24 წელი ან როგორი იყო ასე ვთქვათ თუ მომხმარებლის კუთხით შევაფასებთ ეს იყო ძალიან ისეთი არა მხოლოდ და გადავალ შემდგომ კი ბატონო ამოვწუროთ ეგ თემა მთლიანობაში ძალიან აქტიური მომხმარებლების კუთხით ასევე რამდენიმე ისეთი საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება რომელიც აისახა
სტანდარტების დადგენაში ჩვენ რამდენიმე კვირის წინ გამოვაქვეყნეთ 10 მიღებული სტანდარტი და ძირითადად ნაწილი 2024-ში იქნა მიღებული, რომელიც სახელმძღვანელოა მოვაჭრეებისთვის და მომხმარებლებისთვისაც. და მათ შორის არის აი ფასტაკლებების დროს როგორ უნდა იყოს ფასი წარმოდგენილი, სოციალურ ქსელში რეკლამირებისას ფასი რომ უნდა იყოს მითითებული, სერვისი და მომსახურება რომ ქართულ ენაზე უნდა იყოს მიწოდებული, ინფორმირების სტანდარტი რომ რა მინიმალური ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მომხმარებელს რომ რეალურად არ დარჩეს პრეტენზია რომ აი ეს არ ვიცოდი და დაუშვათ როგორ ხდებოდა ეგ ნაწილები. ამიტომ პრეტენზიას თქვენ თან მოდის ხოლმე. კი, ნებისმიერ შემთხვევაში შემდგომ მოგმართავს ხოლმე ჩვენ. ასე რომ აი ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და როგორც ქვეყნის შიგნით ამ მომხმარებელთან მუშაობის კონტექსტში, ასევე ცნობიერების ამაღლების კუთხით ძალიან ბევრი აქტივობა და კამპანია ჰქონდა და წელს კიდევ უფრო მეტ მასშტაბს გეგმავთ, აი წელს თებერვალში დავიწყეთ ახლა პროექტი, რომელიც აი სკოლებში გულისხმობს მომხმარებელთა უფლებების და კონკურენციის შესახებ საგადმანათლებლო ნაწილი. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაც მეც ეცოდინება საკუთარი უფლებები, მით უფრო მეტად ხდება პრევენცია დარღვევის მოვაჭრის მხრიდან თუ ესე შემდეგ. აუცილებლად მინდა გითხოთ თემები, რომელიც ალბათ თითოეული მოქალაქისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, არის ხოლმე საწვავის ბაზართან დაკავშირებით. როგორ ვართ ამ ნაწილში? ანუ რამდენად კონკურენციის სააგენტო უყურებს და ასე ვთქვათ მონიტორინგზე აქვს ეს თემა? კონკურენციის სააგენტო რამდენიმე ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს, მათ შორის არის საწვავის ბაზარი, არის FMCG-ის ბაზარი, არის თამბაქოს ბაზარი, სიგარეტების ბაზარი. ასევე 2024-ში დავასრულეთ მოცვისა და თხილის ბაზრის მონიტორინგის შედეგები და იქ ბაზარი შევაფასეთ. კი, ეს და მიმდინარე ნაწილში ხა ჩვენ საწვავის ბაზარი ერთ-ერთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ბაზარია. რეალურად ჩვენ გამოვაქვეყნეთ რამდენიმე დღის წინ 2024 წლის შუალედური ანგარიში, სადაც აღწერილია ის ძირითადი მიმართულებები, რაც 2024 წელს იყო. ჩვენ თუ შევადარებთ წინა წლებს, ჩვენ შუალედური ანგარიშის მიხედვით ვამბობთ, რომ 2024 წელს ბაზარი აკმაყოფილებდა იმ სტანდარტს, რასაც კონკურენტული ბაზარი ქვია, ჩვენ ორ დონეს უყურებთ. ერთი არის იმპორტის დონე, სადაც საკმაოდ რამდენიმე ათეული კომპანია არის საწვავის შემომტანი, მათ შორის სამი მსხვილი კომპანიის წილი არის სადღაც 45%-ის პარგლებში, 5 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი არის დაახლოებით 62%-ის პარგლებში. ეს ნიშნავს, რომ ბაზარი დაბალ კონცენტრირებულია და დომინანტი ეკონომიკური აგენტები ამ კუთხით არ აგვაქვს. მეორე არის საცალო ბაზარი, საცალო ბაზარზე ასევე დაბალ კონცენტრირებული ბაზარი გვაქვს, დაახლოებით 400-მდე კომპანია ოპერირებს. 400-მდე კომპანიიდან 5 ყველაზე მსხვილი ქსელი ფლობს დაახლოებით 500-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს, დანარჩენი მცირე ქსელების ფლობელობაშია და 5 მსხვილი ქსელის საერთო წილს თუ ავიღებთ, ის დაახლოებით 65-67%-ის პარგლებშია, დანარჩენი უჭირავს მცირე ქსელებს და ყველაზე მთავარი, რასაც ჩვენ უყურებთ კონკურენციის ხაზით, ფასების კორელაცია, მსოფლიო ფასი, ადგილობრივი ვალუტის კურსი და შემდგომ მისი ასახვა საცალო ქსელში რამდენად დროულად ხდება, დაახლოებით 2 კვირიდან 3 თვემდე პერიოდია მარაგების გათვალისწინებით, როდესაც გაიაფებული იმპორტის ღირებულება, უბრალოდ მსოფლიო ბაზარზე დაფიქსირებული ფასი უნდა ისახოს ადგილობრივ ბაზარზე, ჩვენ უყურებთ იმპორტის ღირებულებას და შემდგომ ვადარებთ, ესე რომ ვთქვათ, რამდენად დროულად ხდება მისი ასახვა საცალო ბაზარზე და ხომ არა აქვს დაუშვათ შეყოვნებას ადგილი და შეყოვნება ხო არ არის გარკვეული კოორდინაციის შედეგი. ეს ნაწილი არის ხოლმე ყველაზე ისეთი კითხვადი, ასე ვთქვათ, რომ აი კურსი იცვლება და შემდგომ ადგილზე თითქოს არ ხდება ფასების ცვლილება. აი ამ ნაწილში როგორ შეგვიძლია რომ ვთქვათ, რომ აი მომხმარებელი რა რეაგირების ნაწილში აი როგორ შეიძლება რომ იქცეოდეს, ასე ვთქვათ, აი ეგ ბუნებრივია, ჩვენ მომხმარებელს პერიოდულად როცა ანგარიშებს ვაქვეყნებთ, უხსნით ამ ნაწილს, რომ ბევრ რამეზეა დამოკიდებული, რომ მაგალითად აი დღეს თუ პირობითად მსოფლიოში ფასი გაიაფთა მაგალითად $5, ის ხვალ საცალო ბაზარზე მაგალითად 5 თეთრით ვერ გაიაფთება საწვავი, იმიტომ რომ კომპანიებს ადრე შესყიდული მარაგები აქვთ, მარაგების ამოწურვა მნიშვნელოვანი და შემდგომ როცა გაიაფებული საწვავი შემოდის
2-დან 5 კვირამდე პერიოდში მხოლოდ მას შემდეგ ხდება შესაბამისად საცალო ბაზარზე მისი ასახვა. გარდა ამისა, შარშანდელი წელი გამორჩეული იყო გარკვეული არაპროგნოზირებადი გარემოთი მსოფლიო ბაზრებზე, გამომდინარე იმ პოლიტიკური პროცესებიდან და კონფლიქტებიდან, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საწვავის ბაზარზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას. ამიტომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით ის დროის პერიოდი, რა პერიოდშიც ხდებოდა მსოფლიო ბაზარზე და ადგილობრივ საცალო ფასს შორის კორელაცია, ჩვენ მივიჩნიეთ საბაზრო ფაქტორად და არასაბაზრო ფაქტორების გავლენა, აქ ნაკლებად დავინახეთ მთლიანობაში. ასევე თუ შევადარებთ, მაგალითად გასულ წლებთან შედარებით, როდესაც ჩვენ მოკვლევის ეტაპზე გადავედით, ფასდამატების მაჩვენებელს თუ პირობითად კრიტიკულ პერიოდში 2022 წელს ის სადღაც 70 ლარის პარგლებში და ლარის პარგლებში იყო, 2024 წლის მთელი პერიოდი რო ავიღოთ დაახლოებით 30-40 თეთრიანი, მაქსიმუმ 50 თეთრამდე ფასდამატი იყო ყველა ტიპის საწვავზე, მაქსიმუმებს თუ ავიღებთ და ეს ჩვენ ტაბლოს ფასს ვადარებთ და თუ ამას კიდე დავამატებთ სხვადასხვა აქციების პერიოდს და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების შედეგად არსებულ ფასდაკლებებს, მთლიანობაში ის იყო კანონზომიერი და ადეკვატური. აქტივობები გათვალისწინებულია ფასდამატის ნაწილში. ანუ ჩვენ ვხედავთ ერთი ტაბლოს ფასს, მომხმარებელი, რაც ტაბლოზე არის დაფიქსირებული და თუ თქვენ როგორც მომხმარებელი ხართ, მაგალითად ამ თუ იმ კომპანიის loyal ბარათის მფლობელი, დამატებითი ფასდაკლება გეკუთვნით მაგალითად, რომელიც შეიძლება იყოს მაგალითად 5-დან 12-15 თეთრის პარგლებში გააჩნია თქვენს აქტივობას კომპანიასთან მიმართებაში. გარდა ამისა, არის კომპანიები, რომლებიც კვირის გარკვეულ დღეებში საკმაოდ კარგ ფასდაკლებებს აცხადებენ და ჩვენ სხვადასხვა 24 იყო იმ კუთხით საინტერესო, რომ ზოგიერთ მსხვილ ქსელის ფასებს და მცირე ქსელის ფასებს შორის იყო ფასთა შორის სხვაობა პრაქტიკულად მინიმალური, როდესაც წინა წლებში ეს კონტრასტი ბევრად უფრო საგრძნობი იყო და ეს ჩვენ თვლით, რომ ეს გარკვეულად გაზრდილი კონკურენციის შედეგია. ასევე 2024 წელს ჩვენ დავინახეთ რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის წილის შემცირება და გაიზარდა ბულგარეთი, რუმინეთის წილი, ესე ანუ ევროპული საწვავის წილი ჯამში დაახლოებით 35%-იან მაჩვენებელს გადაცდა მთლიან იმპორტში და ეს ნიშნავს იმას, რომ ის უპირატესობა, რაც ადრე რუსულ საწვავს ჰქონდა ფასთა შორის, ეს უპირატესობა დღეს აღარ არსებობს, პრაქტიკულად ფასები გამოთანაბრებულია და ეს დამოკიდებულება, ეს მაღალი პროცენტული მაჩვენებელი პირობითად რაც გასულ წლებში იყო, ამ ეტაპზე დაახლოებით 50%-მდე არის მთლიანობაში შემცირებული და გაჩნდა ახალი ქვეყნები, როგორც მაგალითად თურქეთი, ბელორუსი და ეს შემდეგ, რომლებთანაც ხორციელდება საქართველოს საწვავის იმპორტი. აი, რო შევხედოთ დაახლოებით ასე ბატონო ირაკლი, აი ევროპული ფასები როგორ შეიძლება იყოს, თქვა თუ ჩვენ რუსულ საწვავს პირობითად დაუწესებდით გარკვეული ტიპის შეწყვეტას, ანუ როგორ შეიძლება მივიღოთ ეს თვითარება? იცით რა, დღეს მაგალითად იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს მოქალაქე ირჩევს, რა თქმა უნდა, ფასი მნიშვნელოვანია, ხო? და ყოველთვის არჩევანს აკეთებს ფასი ხარისხის კორელაციით და სხვა თანაბარ პირობებში, ანუ თუ ხარისხი თანაბარია, ირჩევს შედარებით დაბალ ფასს და ამიტომ კომპანიების უპირატესობა არის და ჩვენ კონკურენციას რაში ვხედავთ, რომ კომპანიებმა საფასო უპირატესობა გამოიყენონ კონკურენტებთან მიმართებაში და ის არ იყოს თავშოთ ერთი ფიქსირებული ფასი, როგორც იყო გარკვეული წლების წინ. დღეს რუსულ და ევროპულ საწვავს შორის პრაქტიკულად ფასის მიერ უპირატესობა რუსულ საწვავს არ აქვს და ბოლო პერიოდში გარკვეული შეზღუდვებიც არის დაწესებული რუსეთთან საწვავის ექსპორტზე და ეს შეზღუდვები შეიძლება კიდევ უფრო გამკაცდეს. ამიტომ დღეს პრაქტიკულად ამიტომაც ხდება, რომ ევროპული საწვავის წილი ამ მიმართულებით რეალურად მზარდია. თუმცა აი ფასს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ისევ გაჩნდება იაფი რესურსი, კომპანიები ალბათ გონივრულ ვადაში უზრუნველყოფენ იმას, რომ იაფი წყაროებზე მოახდინონ გადართვა, როგორც ეს მოხდა დაუშვათ რამდენიმე წლის წინ და მოქალაქეებს შესთავაზონ უფრო საწვავის სამართლიან და ხელმისაწვდომ ფასად. ჩვენ სწორედ ამას უყურებთ მთლიანობაში და ეს მონიტორინგი გრძელდება და 2025 წლის პირველ კვარტალსაც შევაფასებთ, რომ რადგანაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, მუდმივად მივაწოდოთ მოქალაქეებს ინფორმაცია კონკურენციის ხარისხის შესახებ საწვავის ბაზარზე. აუცილებლად როცა საწვავის ბაზარზე ვსაუბრობთ, ხომ მეორე მხრივ არის აი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ახსენეთ, არის მედიკამენტების ნაწილი.
ფარმაცევტიკის ბაზარზე როგორ შეიძლება შევხედოთ ვითარებას? ვიცით რომ ძალიან აქტიურად თქვენ ჩაირიათ თელ რიგ შემთხვევებში, როცა არ იყო ასე ვთქვათ სუბუქად რო ვთქვათ არასამართლიანი კონკურენცია. ხო, გარკვეული პრობლემატიკა ამ ბაზარზე მაინც რჩება და მთავარი მაინც ალბათ არის ის, რომ ჩვენ გვყავს სამი მსხვილი ჰოლდინგური ჯგუფი, რომლებიც ჯამში როგორც საცალო ბაზარზე, ასევე გარკვეულ ვერტიკალში წარმოადგენენ დომინანტ ჯგუფებს და როცა ჩვენ მქონდა ბაზრის შეფასება, იქ თქვით რომ ქმედება უფრო ორიენტირებულია კომერციული მოგების მიღებაზე, ვიდრე მოქალაქეს აძლევს საუკეთესო არჩევანის გაკეთების საშუალებას და ამიტომაც იყო რომ იქ რეკომენდაციები, რომლებიც შემდგომ დაინერგა, იყო ელექტრონული, ჯენერიკული რეცეპტები, იგივე თუნდაც რეფერენტული ფასები. ჯენერიკული რო გამარტოთ მოქალაქეებს. ხო, ჯენერიკული ეს არის გარკვეული ტიპის მედიკამენტების კომპანია, რომელიც ქმნის მედიკამენტს, მას გააჩნია გარკვეული ვადა იმისთვის, რომ ექსკლუზიურად ამ კომპანიის ალტერნატიული საშუალება. კი, ექსკლუზიურად გარკვეულ პერიოდში მე თუ არ ვწდები 10 წლიანი ვადაა, როცა ექსკლუზიურად ხოლმე ამ კომპანიას შეუძლია ამ მედიკამენტის წარმოება, რადგანაც მას აქვს სოლიდური ინვესტირება განხორციელებული აღნიშნული მედიკამენტის შექმნაში, თუმცა ამ პერიოდის გავლის შემდეგ უკვე სხვა კომპანიებსაც ეძლევა საშუალება იგივე ფორმულით მსგავსი შემცველობის და დანიშნულების მედიკამენტები აწარმოონ, რაც არის უკვე ჯენერიკი, თავდაპირველ პროექტთან შედარებით მათ ბევრად უფრო იაფი უჯდებათ ჯენერიკული მედიკამენტის წარმოება და შესაბამისად ხდება უფრო ფართო არჩევანი, დიდი არჩევანი და ეს ქმნის უფრო მეტ კონკურენციას და აიაფებს ფასს. ამიტომ ჯენერიკული მედიკამენტების წვდომა ნებისმიერ ბაზარზე არის კარგი ალტერნატივა იმისთვის, რომ მოქალაქეს კონდეს მეტი არჩევანი და ჩვენ ამის კარგი ანალიზი გავაკეთეთ, როდესაც აი ფასთა შორის სხვაობები იყო სოლიდური, სხვადასხვა ერთი და იგივე ტიპის ერთი და იგივე ბიოლოგიური აქტივობის შემცველ მედიკამენტებს შორის, თუმცა მოქალაქეებში სულ ეს კითხვა რომ აი რატომ ამხელა სხვაობა? კი, და ნუ იქ არის სხვადასხვა წარმოშობის ქვეყნები და ყველაზე მთავარი პრობლემა ჩვენ დავინახეთ იყო არაკეთილსინთეზური მარკეტინგის ფაქტები, როდესაც რეცეპტის გამომწერი პირდაპირ მიუთითებდა იმ კონკრეტულ მედიკამენტს, რომელიც იყო ძვირადღირებული და რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა მოგების ბევრად უფრო მეტი მარჟა. ნუ ქსელი უფრო ნაკლებად ალბათ, ვინც რეცეპტს წერს რეალურად იქ იყო სიმძიმის ცენტრი და ხა ვინ როგორ თანამშრომლობს ამ რეცეპტის გამომწერ რგოლებთან, ეს უკვე ცალკე თემა. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ აი ერთ-ერთი რეკომენდაცია, რაც შემოვიდა ეს რეფერენტული ფასები, ანუ როცა ფასების ჭერი გაუკეთდა რიგ მედიკამენტებს, ამ ნაწილმა მნიშვნელოვანი ეფექტი დადო, განსაკუთრებით მედიკამენტების გაიაფების ნაწილში და ჩვენ ნახეთ იგივე ინფლაციის წილშიც, რომელიც გასულ წლებში იყო ძალიან დაბალი ინფლაცია, იგივე თუნდაც კონკრეტული მედიკამენტების ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა და ამას დაემატა ასევე მთავრობის გადაწყვეტილება პარალელური იმპორტის დაშვების შესახებ თურქეთის რესპუბლიკიდან, რამაც ასევე შექმნა ბევრი ალტერნატივა და რეალურად მოახდინა პარალელური იმპორტის ნაწილში. წლების მანძილზე იყო მიდგომა, რომ თურქეთი არ იყო კვალიფიციური მწარმოებელი ქვეყანა და შეიძლება იაფი ალტერნატივა ყოფილიყო უხარისხო მედიკამენტი, თუმცა მას შემდეგ რაც ხარისხზე კონტროლი გამკაცრდა იმპორტირებულ მედიკამენტებზე, უკვე ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია და ნებისმიერი იმპორტირებული მედიკამენტი, რომელიც საქართველოს ბაზარზე ხვდება, ითვლება, რომ არის ხარისხიანი მედიკამენტი, იმიტომ რომ მოქმედებს როგორც დისტრიბუციის, ასევე წარმოშობის ხარისხის წარმოების ხარისხის სტანდარტები. ამიტომ დღეს ეს საკითხი ესე არის დარეგულირებული და ეს კარგია. ამიტომ ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს კაცრი კონტროლი ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ყველა ქვეყანაში, ევროპულ ქვეყნებში განსაკუთრებით, რომლებიც სადაც ხარისხობრივად მაღალი დონის მედიკამენტები იწარმოება, მედიკამენტების და ფარმაციის ბაზარი ყოველთვის არის ცხადი და ესეთი აქტიური რეგულაციების ქვეშ, რომ საქმე ეხება უსაფრთხოებას, ადამიანის ჯანმრთელობას და ასევე ხელმისაწვდომობას ამ მედიკამენტებზე და თუ წინა წლებში შევადარებთ, ეხლა შეიძლება ვთქვათ, რომ ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე გაზრდილია, თუმცა არის რიგი საკითხები, სადაც ალბათ მაინც საჭიროა თუნდაც იგივე ეთიკური მარკეტინგის მიმართულებით და რიგი მიმართულებებით უფრო გარკვეული კონტროლის მექანიზმების გაძლიერება, რომ თითოეული მოქალაქე თუნდაც დაცული იყოს ჭარბი მედიკამენტების გამოწერისგან და სხვა მსგავსი ტიპის თმედები, რომელიც აი შეიძლება იყოს, რომ თქვათ იგივე, ნუ ეხლა ეს სხვაგან გადავდივართ გარკვეულ ნაწილში, მაგრამ აი
ექიმების მხრიდან ჭარბი მედიკამენტები იყოს გამოწერილი, ანუ აი ამას როგორ ვაზღობთ, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ეს კითხვა, რომ აი რამდენად კეთილსინთეზიერია ამ ნაწილში და ჩვენმა მონიტორინგმა ჩვენა რომ კეთილსინთეზიერი მარკეტინგის პრობლემა იყო იმ პერიოდის ფარგლებში, რა პერიოდის ჩვენ გამოვიკვლიეთ. რა თქმა უნდა კონტროლი და ზედამხედველობა ცალკე სხვა უწყების საკითხია მიმართულებით და ალბათ უფრო მეტი ინფორმაცია მათ აქვთ ამის შესახებ, თუმცა ჩვენ ვაპირებთ რომ მას შემდეგ რაც მონიტორინგი დაიდო, რეკომენდაციები დაინერგა და გარკვეული პერიოდი გავიდა, ეს ამ ბაზარზე ზეგავლენის შეფასების ანგარიში გავაკეთოთ და იქ ალბათ გამოჩნდება თუ ისევ მსგავსი ტიპის პრობლემასთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ, საკურადღებო ნაწილია და კონტროლის გაძლიერება ალბათ ამ კუთხით თუნდაც მონიტორინგი ბევრ სურათს აჩვენებს, აქვს თუ არა მსგავსი ტიპის შემთხვევების საქმე, იმიტომ რომ მე თქვენ როცა ვართ პაციენტები ექიმს ვენდობით, რეცეპტის გაუნწერს ვენდობით და მთლიანად დამოკიდებული ვართ, ისე რომ ვთქვათ, ამ ნაწილზე რომ აი, კი, თუმცა აი რეფერენტული ფასების შემოღების შემდეგ ალბათ ესეთი ტიპის პრობლემა ნაკლებია, იმიტომ რომ ამ საკითხმა ბევრი პრობლემა მოხსნა, იმიტომ რომ ეს კატასტროფული მარჟები პრაქტიკულად ამ ჭერის დაწესებამ შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ ჩარჩოში მოაქცია. კი, ბატონო, როცა მარჟები აღარ არის, ასე ვთქვათ, მაგნაწილში ბუნებრივია. ბატონო რეკლი, ახსენეთ თქვენ ევროკავშირის ნაწილი და რეგულაციების თემა. რამდენად აქტიურად ხართ, ასე ვთქვათ, იგივე ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ევროკავშირის რეგულაციებთან, ვთქვათ, სააგენტოს საქმიანობა? ეს კარგი კითხვაა, იმიტომ რომ ჩვენ შარშან დავხურეთ პროექტი, რომელიც გულისხმობდა ჩვენი არსებული კანონმდებლობის, როგორც მომხმარებლების, ასევე კონკურენციის ნაწილში ევროპულ სტანდარტთან დაახლოებას, იმიტომ რომ ევროპული კონკურენციის კანონმდებლობა და მომხმარებლის დაცვის კანონმდებლობა ითვლება, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი სტანდარტის, კარგი პრაქტიკის მქონე და მაღალი დონის არის. ჩვენ პირველი გაუმჯობესება კანონმდებლობის 2020-ში მქონდა და დაახლოებით 2020-დან 2024 წელს გაუმჯობესების მაჩვენებელმა კონკურენციის ნაწილში მიაღწია 75%-იან მაჩვენებელს ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან და კანონმდებლობასთან და ასევე გვაქვს რეკომენდაცია შემდეგში რა უნდა გავაკეთოთ და ეს იქნება ალბათ სახელმწიფო დახმარებების კუთხით გარკვეული საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერება ჩვენს კანონმდებლობაში, რომ აქაც კონკურენტული გარემო იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი და რაც შეეხება მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობას, აქაც გაუმჯობესება გვაქვს დაახლოებით 70%-დან 95%-მდე არის თავსებადი ევროპულ კანონმდებლობასთან და საუკეთესო პრაქტიკასთან ჩვენი კანონმდებლობა და ამ კუთხით ვფიქრობ, რომ ის ვალდებულებები, რაც ქვეყანას ჰქონდა კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების ნაწილში საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და ამაზობაში ჩნდება ხოლმე კითხვა, რომ აი გარდა იმისა, რაც ასე ვთქვათ, პოპულარულია თემები, იგივე საწვავის, მედიკამენტების, რა ნაწილში აწარმოებს კიდევ სააგენტო მოკვლევას, ასე ვთქვათ, თემების, რომლებიც გარკვეულწილად თითოეულ ჩვენგანს ეხება, მაგრამ ესე არა აქტიურად, ასე ვთქვათ. კი, ეგ ძალიან კარგი კითხვაა. მონიტორინგის კუთხით ჩვენ მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მიმართულება გვაქვს FMCG-ის ბაზარი, იმიტომ რომ ყოველდღიური FMCG-ო განუმარტოს. ხო, ეს არის პრაქტიკულად ქსელური მარკეტები და ფასები, მუდმივად არის დისკუსია მიმწოდებლებს, დისტრიბუტორებს, წარმოებლებსა და ქსელურ მარკეტებს შორის იმ დანახარჯის და ტვირთის შესახებ, რომელიც დინამიკაში რო შევხედოთ რეალურად მზარდია და ეს აისახება პროდუქტების ფასებზე საბოლოო ჯამში და შევხედავთ რომ დინამიურად მზარდია რიტეილის ქსელები, რაც კარგია სერვისის კუთხით, მაგრამ აი ფასების ნაწილიც აქაც მნიშვნელოვანია რომ იყოს სამართლიანი. ამიტომ ჩვენი მონიტორინგი ამ ნაწილსაც უყურებს, მუდმივად ვართ ინდუსტრიასთან კავშირში, ვცვლით ინფორმაციას და აი რომ შევხედოთ რა გვაქვს ბოლო მოკვლევები, ასე ვთქვათ. ხო, აი ეს ამ ნაწილში შემიძლია გითხრათ FMCG-ზე რომ აქ ჯერჯერობით ჩვენ რამე დომინანტური აგენტი არ აქვს, დაახლოებით 10 კომპანია რო ავიღოთ ქსელური მსხვილი, დაახლოებით მათი წილი 50%-ის ფარგლებშია მთლიან ბაზარზე, თუმცა გარკვეული ძალაუფლების რგოლი მათ მხარეს არის და მათ შეუძლიათ, ასე რომ ვთქვათ, მიმწოდებლებს გარკვეული პირობები უკარნახოთ და ამას უყურებთ სწორედ, რომ ეს არ მოხდეს ისე, რომ მაგალითად ანტიკონკურენტულ ქმედებებში გადაიზარდოს. მე გვაქვს ასევე მოკვლევების ხაზით რო წავიდეთ, საკმაოდ საინტერესო რამდენიმე მიმართულება, ეს ეხება რუსთავის ავტობაზრობის თემას, სადაც იქ ავტოიმპორტიორებმა მოიტანეს პრეტენზია, რომ
მათთვის პერმანენტულად და საკმაოდ მკვეთრად ძვირდებოდა იქ ავტომობილების განთავსება და ფასი. ერთ-ერთი თავარი კი, ერთ-ერთი დიდი თემაა და ალბათ ამ წელს ჩვენ დავასრულებთ პირველ ნახევარში აღნიშნულ მოკვლევას და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ქონდა თუ არა დომინანტური მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას ადგილი. გვაქვს მოკვლევა, რომელიც გულისხმობს ონლაინ კომერციის ბაზარზე ასევე დომინანტური მდგომარეობის შესაძლო არასათანადოდ გამოყენებას. გვაქვს ბათუმში ეს ეხება ასევე ეს ეხება ელექტრონულ კომერციას და ანუ პლატფორმებზე, სადაც ხდება სხვადასხვა სასტუმროების თუ რესტორნების თუ სხვადასხვა მსგავსი ტიპის შეთავაზებების განთავსება. იქ მომჩივანი ჰქონდა პრეტენზია, რომ არ იყო თანაბარი პირობები წვდომის აღნიშნულ პრობლემატიკაზე და ამიტომ ამ საკითხის განხილვა და მიმდინარეობა მიდის ახლა. გვაქვს ბათუმში თევზის ბაზართან დაკავშირებული მოკვლევა, რომელიც იქ გულისხმობს ასევე შეთანხმებულ ქმედებას კონკრეტული ეკონომიკური აგენტების წინააღმდეგ და ასევე საკმაოდ საინტერესო მოკვლევა იგივე ფარმაციაზე 8 კომპანია ჩვენ დაკვირვების ქვეშ, რომლებსაც 14 მედიკამენტის შემთხვევაში გააჩნიათ დომინანტური მდგომარეობა მედიკამენტების იმპორტს ეხება საქმე და მათი მარჟები არის დაახლოებით 200% და მეტი და ხო ხდება ამ 200% მარჟა შეიძლება არსებობდეს? კი, არის ეს სხვა შორის მედიკამენტების ნაწილში. ესეთი პრაქტიკა არის. ერთი ამის ახსნა შეიძლება და ობიექტური საბაზრო ახსნა შეიძლება კონდეს ის, რომ თუ კომპანიას დიდი ინვესტიცია აქვს ჩადებული მედიკამენტის შექმნაში, ის დროის გარკვეულ პერიოდში მაღალ მარჟაზე მუშაობს, იმიტომ რომ მან უნდა მოიღოს ჩადებული ინვესტიცია, რადგან გარკვეულ პერიოდის გასვლის მერე ჯენერიკები შეიქმნება და ისა, მაგრამ თუ ეხა არ არის კომპანია ამ მედიკამენტისში ინვესტიციის განხორციელებელი, მაშინ მნიშვნელოვანია გაანალიზდეს რისგან შედგება ეს 200%-იანი მარჟა. სრულყოფილი შესწავლა ამ ნაწილში რომ ალბათ წელს გარკვეულ გადაწყვეტილებებს გარკვეულს ამ кейსს დავხურავთ ალბათ და გამოვიტანთ გადაწყვეტილებებს თუ რისგან შედგება ეს 200%-იანი მარჟა და არის თუ არა ის საბაზრო და ობიექტური ფაქტორებით შედგენილი და არა დაუშვათ რაღაცა აი ხელოვნური მოთხოვნით, რაც ჩვენმა წინა მონიტორინგმაც აჩვენა, რომ აი ხელოვნური მოთხოვნის შექმნით შეიძლება სტიმული გაუწიო ძვირადღირებული მედიკამენტების რეალიზაციას. აი ამის გარკვევა მიმდინარეობს. კი ბატონო, აი ბატონო, აი სულ დგას კითხვა, რომ აი სააგენტო არის თქვათ გარკვეულწილად ესეთი ბჭყალებში სადამსჯელო ფუნქციით თუ აქვს კომუნიკაცია ბიზნესთან. აი როგორ ხდება თქვათ იგივე თქვენი კომუნიკაცია ბიზნესთან, რომ მაინც და მაინც არ იქნას განხილული საკითხები, რომ აი ეს არის აუცილებლად სადამსჯელოდ გადაწყვეტილება. სოფლიოში არის ორი მოდელი და ორი მოწყობა. ანტიმონოპოლიური და კონკურენციის დამცველი უწყებების. არის ამერიკული, რომელიც არის სწორედ ორიენტირებული დასჯაზე და გარკვეულწილად საგამოძიებო ფუნქციების მატარებელია და საკმაოდ მკაცრად არის ნიშნული მიმართულება. ზოგადად ამერიკა პირველი ქვეყანა, სადაც კონკურენციის სამართალი შეიქმნა და მეორე არის ევროპული, რომელიც არის პრევენციაზე ორიენტირებული. რაც თავისთავში მოიცავს, რომ ყველა გადაწყვეტილებაში მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს ბიზნესის, იმიტომ რომ მას აქვს საშუალება განმარტების, მას აქვს საშუალება პოზიციის წარდგენის, მას აქვს საშუალება ახსნის ამა თუ იმ გარემოების და ეს მოდელი არის ჩვენთანაც, ანუ ევროპული მოდელი არის კონკურენციის სამართლის. ჯერ აუხსნათ ბიზნესს, ასე ვთქვათ. ანუ თუ ჩვენ ხედავთ პრობლემას, ბუნებრივია ინდუსტრიასთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, რომ მივიღოთ განმარტებები კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით. თუ განმარტებები არ არის დასაბუთებული, ბუნებრივია მივიღებთ გადაწყვეტილებას, რასაც კონკურენციის კანონმდებლობა ითხოვს. თუ ეხა ის აიხსნება ობიექტური ფაქტორებით, აი ახსენე მედიკამენტების შემთხვევა, ახსენე საწვავის შემთხვევა, ის ითვლება როგორც ობიექტური და საბაზრო ფაქტორის მატარებელი. თუმცა თავარი არის ის, რომ ბიზნესთან კომუნიკაცია არის ძალიან აქტიური, რომ თუნდაც ახალი რეგულაციების ახსნის, ახალი პრაქტიკების დანერგვის ნაწილში, რომ დარღვევების პრევენცია მოხდეს და არა ის, რომ აინდამაინც დარღვევაზე მოვახდინოთ, ანუ ვაცადოთ კომპანიას დარღვევა და მხოლოდ ამის შემდგომ მოვახდინოთ რეაგირება. იგივე მომხმარებელთა უფლებების ნაწილში, აი ძალიან დაბალანსებული კანონმდებლობა გვაქვს, რომელიც თავის დროზე ბიზნესთან ძალიან აქტიური კომუნიკაციით და კონსულტაციით შეიქმნა და თვითონ აი რომ ნახოთ მომხმარებლის პრეტენზიის განხილვა იწყება სწორედ მოვაჭრესთან ურთიერთობით, რომ მან წარმოადგინოს პოზიცია მასთან დაკავშირებით, თუ რა პრეტენზიაც აქვს მოვაჭრეს და აი გულწრფელად თუ ამბობ, ძალიან უნდა მოინდომოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობის
შემთხვევაში კომპანია რო დაჯარიმდეს, იმიტომ რომ აი მაქსიმალურად იძლევა კანონმდებლობა საშუალებას, რომ მან აღადგინოს მომხმარებლის უფლება და ამასთანავე გაასწოროს და სტანდარტებს დაუახლოვოს სავაჭრო პოლიტიკა, რომელმაც შექმნა გაუგებრობა. კი, აუცილებლად მე გითხოთ თქვენი კომუნიკაცია სხვა მარეგულირებლებთან, ანუ როგორი გვაქვს ამ ნაწილში, იმიტომ რომ ხანდახან გონიათ რომ ყველაფერი შეიძლება კონკურენციის სააგენტომ გადაწყვიტოს, თუმცა ბუნებრივია არის სფეროები, რომელიც დიფერენციაციას მოითხოვს. კი, ჩვენი მოწყობა სხვათა შორის კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის არის გამორჩეული და საკმაოდ ისეთი უნიკალური, იმიტომ რომ დელეგირებულია და ვახსენე კიდევაც რომ ენერგეტიკაში მომხმარებელს და კონკურენციის ნაწილს იცავს სემეკი კომუნიკაციების კომისია, საფინანსო სექტორში ეროვნული ბანკი და მომხმარებლების ნაწილში დაზღვევის სამსახური. ჩვენ координация არის პრაქტიკულად ყოველდღიური. დაზღვევის სამსახურის ხელმძღვანელის ყავდა ასე ვთქვათ, ამ ნახევარი ეთერი იყო, მინდა ბიულოცოვათან დავიც და ჩვენ პრაქტიკულად აი ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, იმიტომ რომ არის საკითხები, რასაც ერთმანეთს მუდმივად უზიარებთ. კანონმდებლობა არის ერთ პრინციპზე აწყობილი, ანუ იგივე კონცენტრაციების და ბიზნესების გაერთიანების ნაწილში იგივე კანონმდებლობა ერთი გვაქვს, უბრალოდ ერთ კანონმდებლობა პრაქტიკულად სპეციფიკიდან გამომდინარე მოქმედებს. უბრალოდ თავის სექტორებში თვითონ არიან რეალურად აღმასრულებები განსაკუთრებით კონკურენციის ნაწილში. გარდა ამისა, გვაქვს ორი ძალიან კარგი პლატფორმა ყოველწლიური, ერთი საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ჩვენს კოლეგებთან ერთად, უცხოელ კოლეგებთან ერთად ყველა მარეგულირებელი ვაჯამებთ წელს თუ რა შედეგები გქონდა და რა არის გამოწვევა, რომ შემდგომ მათ პასუხებზე ვიმუშაოთ და ასევე აი ხაც მოგიწევთ აუცილებლად მარტში იხსნება მომხმარებლის კვირეული, სადაც ასევე ყველა მარეგულირებელი უწყება ვართ ჩართული და ეს მომხმარებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში, ახალციხეში, ზუგდიდსა და ბათუმში გვაქვს ძალიან აქტიური ღონისძიებები სხვადასხვა დაინტერესებული რეგიონებში წარმოდგენილი, ასე რომ შევხედოთ, იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე წარმოდგენა, თქოს აი მხოლოდ თბილისზე ვართ კონცენტრირებულები, ანუ თქვენი საქმიანობა რეგიონებში გაშლილია. რეგიონებში თემატურად, რა თქმა უნდა, გაშლილია, თუმცა გაციფრულებულია ჩვენთან კომუნიკაცია და მარტივად შეუძლია ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებ მომხმარებელს თუ კონკურენციის საკითხით დაინტერესებულ ადამიანს მოგმართოს, თუმცა როგორც ასეთი ფიზიკური წარმომადგენლობა გვაქვს აჭარის რეგიონში, რადგანაც მაინც თბილისი ყველაზე აქტიური რეგიონია და აჭარის რეგიონში გვყავს წარმომადგენელი, რომელიც აი ადგილზე მუშაობს როგორც მომხმარებლებთან, ასევე ბიზნესთან, რომლებსაც შეიძლება კონკურენციის საკითხები აწყვეტდეს. აი რო შევხედოთ ახლა 2025-ის მთავარ გამოწვევებს, ანუ რა შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი მთავარი პრიორიტეტი გაქვთ ახლა თქვენ როგორც აგენტოს 2025-ში. 2025-ში ჩვენ ალბათ ყველა მთავარი საკითხი ერთ-ერთი არის ცნობიერების ამაღლება. ნოტარიელი აქტიურად იქნება ალბათ ჩართული აჭარის რეგიონში, პრაქტიკულად ფარავს აჭარის და არა მარტო როცა საქმე სჭირდება, შეიძლება დასავლეთის გარკვეულ რეგიონებსაც თუ ფიზიკური ჩართულებაა საჭირო. ცნობიერების ამაღლების კუთხე იქნება ალბათ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, იმიტომ რომ განსაკუთრებით მოხარებლების ნაწილში მეტი გვჭირდება, ბიზნესთან ალბათ კონცენტრაციების ნაწილში, იმიტომ რომ გასულ წელს აი 18 ბიზნესის კონცენტრაცია დავადასტურეთ და იქ იყო საკმაოდ ისეთი რთული საკითხებიც. ბიზნესის კონცენტრაცია რომ განუმარტოთ ახლა ჩვენს მომხმარებელს. ერთი ბიზნესი ყიდულობს მეორეს და ხდება ბაზარზე კომპანიის გამსხვილება და კომპანიის გამსხვილებამ რო არ იმოქმედოს ნეგატიურად. ხო, თქვენ უნდა მოგმართონ, რომ თუ ეს სწორი იყოს, ასე ვთქვათ, ეს. ხო, ის უნდა შეფასდეს, თუ კომპანიები მსხვილებია, რა თქმა უნდა, აი მაგალითად 20 მილიონს ლარზე მეტი უნდა იყოს ორი კომპანიის ბრუნვა, რომლებიც ერთიანდებიან და უნდა შეფასდეს მისი ამ გაერთიანების გავლენა კონკურენციის კონკურენტულ გარემოზე. ეს სოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და როცა მსხვილი კომპანიები ერთიანდებიან კონკურენციის უწყების თანხმობის გარეშე მსგავსი ტიპის გაერთიანება არ ხდება და ჩვენთანაც მსგავსი პრაქტიკა. ამ კუთხითაც იქნება ალბათ აქტიური სამუშაო 2025-ში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დინამიურად განვითარებულბადი სექტორი გვაქვს, განსაკუთრებით FMCG სამშენებლო სექტორი, სადაც აი ძალიან ხშირია ესეთი გამსხვილებები. ამ დროისთვის ჩვენ უკვე წელს 3 კონცენტრაცია დავადასტურეთ და დაახლოებით 7 საქმის წარმოება გვაქვს მიმდინარე სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. ასევე საკითხი იქნება კანონმდებლობის კიდევ უფრო გაუმჯობესება, იმიტომ რომ არის რაღაც მიმართულებები, სადაც მეტი სიზუსტე გჭირდება. მეტი მუშაობას, ხო, ამ ნაწილში, სადაც
ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, ეს არის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, არის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, ევროინტეგრაციის კომიტეტი, დღესაც გქონდა პარლამენტში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გავლა, ეს იყო რომელია ეს ეს იყო 2020-ში შესული ცვლილებების თანახმად, უნდა შეცვლილიყო მმართველობითი საბჭო, კონკურენციის უწყების, ანუ შემოსულიყო 5 კაციანი საბჭო, რომელიც იქნებოდა ვადიანი და 2027-დან შედიოდა ის ძალაში, ორჯერ გადაიდო, იმიტომ რომ მას ჭირდება ფინანსური რესურსი, ერთჯერადად წელიწადში დაახლოებით საწყის ეტაპზე მილიონი ლარი და შემდგომ ყოველწლიურად ჭირდებოდა 600,000 ლარის ფარგლებში, გარდა ამისა ფიზიკური ინფრასტრუქტურა და შესაბამისი აღჭურვილობა და შიდა რესურსის უფრო მეტი მობილიზება და ჩვენ ჩაითვალა და გაანალიზდა არსებული მმართველობითი სტრუქტურა, საერთაშორისო შეფასებების მიხედვით ჩვენ საკმაოდ კარგი შეფასებები გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, როგორც აღსრულებაში, როგორც კარგი აღსრულება გვაქვს კონცენტრაციების კარტელების ნაწილი დავადასტურო თქვენი საერთაშორისო უფლებების კუთხით და ამიტომ ჩაითვალა საჭიროდ რომ ეს ზედმეტი რგოლი ბიუროკრატიული და პლუს დამატებითი რესურსის მატარებელი ამ ეტაპზე არ ჩაითვალა საჭიროდ რომ შემოსულიყო თან ამასთანავე ბევრი ევროპული ქვეყნის პრაქტიკა იქნა გაანალიზებული, იგივე ავსტრია, გერმანია, პოლონეთი, სადაც უნგრეთი, შვედეთი, ესტონეთი, სადაც როგორც დღევანდელი სტრუქტურა მსგავს ტიპის თქვენ ძალიან გამოირჩევით ამ საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის ნაწილში. კი, ჩვენი სფერო ისეთია, რომ მნიშვნელოვანია, რომ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მოხდეს და აქ დავამატებ იმას, რომ გარდა ამისა ჩვენ 2023 წლის ბოლოს ისედაც გავაუმჯობესეთ ჩვენი სტრუქტურა და ის ორგებული გავხადეთ ახალ მოთხოვნებზე, რომელიც ამ სფეროში არსებობს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, ძალიან ამოუწურავი დიდი მადლობა თქვენთვის. მე ვფიქრობ, რომ თქვენი სფერო არის ის საკითხი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეხება, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ აი ყოველდღიური საკითხები ხანდახან უბრალოდ არის ხომ ვის მიმართოთ და არის რეალურად სტრუქტურა, რომელსაც შეგვიძლია რომ მიმართოთ და ეს არის თქვენი ამ შემთხვევაში თქვენი სტრუქტურა. დიდი მადლობა. დღეს ბიზნეს ინსაიდერი დასრულებულია, ჩვენ შევხვდებით 4 შაბათს.